121 საბავშვო ბაგაბაღში სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული შენობა ბაგაბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერა. თემურ თორდინავას განცხადებით ბაღში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა და საკანალიზაციო სისტემა. მოეწყო სააღმზრდელო ოთახების შიდა სივრცეები და სპორტულ-გასართობი დარბაზები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 250,000 ლარი შეადგინა. ვაზისუბანში მდებარე 121 ბაგაბაღში ამჟამად 470-მდე ბავშვი ირიცხება. აუთვისებელი ფართის რეაბილიტაციისა და აღჭურვის შედეგად კი განახლებულ დაწესებულებას 35 აღსაზრდელი დაემატა. გარემონტ და როგორც შემოსასვლელი, ასევე სველი წერტილები, ასევე დარბაზები და ასე შემდეგ. ასევე დაგეგმილია მიმდინარე წლის ზაფხულში, როდესაც დასრულდება სააღმზრდელო პროცესები, ფასადების შეკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ შიდა სარემონტო სამუშაოები უკვე მოვრჩით, დარჩენილია ფასადი და ფასადიც გაკეთდება ზაფხულში, უფრო სწორად ივლის-აგვისტოს თვეში. ყოფილები ვართ. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი აღსაზრდელების, პედაგოგების და მშობლების სახელით. მერიას, ბაგაბაღების მართვის სააგენტოს, ასეთი რემონტისთვის, ასეთი სილამაზისთვის, რაც გვაჩვქეს. ძალიან გაიხარეს ჩვენმა აღსაზრდელებმა, მინდა გითხრათ, აღარ უნდათ სახლში წასვლა. იმდენად კარგად არის ყველაფერი გაკეთებული.